აქ ყველაფერი მუქი და ნაცრისფერია. ეს ადამიანები წლებია სოციალურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ. პრობლემები, რომელიც მათ აწუხებს თითოეულ ადამიანს შეძრავს, გაჭირვების უმაღლესი დონე, ჩამონგრეული სახლები, საერთო ტუალეტი და უამრავი სხვა პრობლემა. ჩემი და საერთოდ ყველა ჩემი მეზობლის მთავარი პრობლემა ის არის, რომ 21 საუკუნეში აი ასეთ ოთახებში გვიწევს ცხოვრება. კალიდორში ვერ გამოხვალ ჯურღმულია ჩვენი კალიდორი თავიდან ბოლომდე არც ერთი ფანჯარა არ არის, რომ შუქი გარედან შემოსული შუქით მაინც განათდეს. ძალიან ბევრ დაგვიგროვდა გადასახადი და შუქი რო ავანთოთ იმის საშუალებაც არ აქვს. ეს რასაც ხედავთ აქ ირგვლივ ეს ყველა ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის ხელით არის ნაშენები, ფანერებით შემოტიხრულ ოთახებში გვიწევს ცხოვრება. ეს იძულებული ვიყავით, აქ ამოსული ვიყავით, ეს არის სხვენი და არასაცხოვრებელი ადგილი. თავშესაფარი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის და არასაცხოვრებელი ადგილი. ესაა ყველაზე დიდი ტკივილი ჩვენთვის. და სამწუხაროდ 2 წლის წინ იძულებული გავხდით, ხელი მოგვეწერა თითოეულ ჩვენთაგანს ორდერისთვის, იმიტომ რომ ფაქტის წინაშე დაგვაყენა მაშინდელმა მთავრობამ, ან აქ მოაწერეთ ხელი, ან გაგიშვებთ საცხოვრებლად ფოცხოში, ან კიდევ სხვადასხვა სოფლებში. ამიტომ იძულებული გავხდით, ხელი მოგვეწერა ამ ორდერებისთვის და ჩვენ ახლა ქვია თბილისში მაცხოვრებელი და დაკანონებული გვაქვს ეს ოთახები სამწუხაროდ ასეა ფაქტი. უბნის სამსახურის უფროსი ქალბატონი ლალი ჭელიძე მათი პრობლემების შესახებ საუბრობს. დიღმის უბნის სამსახურში ფუნქციები გადანაწილებული არის 4 არსებულ თანამშრომელზე. ფუნქციები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, ეს არის ინფრასტრუქტურა, ბინათ მესაკუთრეობა, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა მინიჭებული აქვს სოციალურ და ჯანმრთელობის სამსახურს. დევნილები არიან სოციალურად შეჭირვებული, არ აქვთ საცხოვრებელი ფართი. ითხოვენ დახმარებას. ეს არის დახმარება ერთჯერადი დახმარება, ეს არის წამლებით დახმარება, ოპერაციებით თუ ერთჯერადი მატერიალური ანაზღაურება.